უწინდელს დროში ღვთისამოსავთა გამოუქვაბა მონასტერი და იმ ყინულში შეთხილს ღვთის ტაძარს ბეთლემს უწოდებს დღესაც აერი. უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა კურთხევით 2000 წელს ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი პროფესიონალ ალპინისტებთან ერთად მყინვარწვერზე ავიდა. მოლაშქრეთა ჯგუფმა ქართული ქრისტიანული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი ბეთლემის გამოქვაბული მოინახულა და შობის ღამეს 4100 მეტრის სიმაღლეზე სადღესასწაულო აღასრულა. Უბალო რომელმა ყოვლადწმინდა სული შენი ჟამსა მოწაფეთა შენთა გარდა მოვლენა განათლებული. ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის ორგანიზებით ისტორიული მნიშვნელობის მქონე ლაშქრობა ფილმის სახით შეიკრა და კინოთეატრ ამირანში ფართო აუდიტორიას წარედგინა. ღონისძიება სიმბოლურად მღვდელმთავრის დაბადების დღეს გაიმართა. ფილმის სახელწოდებით 2000 წელი შობა მყინვარის ბეთლემის გამოქვაბულში უწმინდესისა და უნეტარესის აღსაყდრების 50 წლის იუბილეს მიეძღვნა, რომელიც შემდეგ წელს აღინიშნება. პირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ კარგი ამბის מחარებელი ვარ. ჩვენ 25 დეკემბერს დღესასწაულეთ პატრიარქის 58 წლის, 52 წლის თავი აღსაყდრებიდან. რაც იმას ნიშნავს, რომ დაიწყო 59 წელი, ეხლა არის 59 წელი და ეს წელი რო გასრულდება 25 დეკემბერს ვიდღესასწაულეთ პატრიარქის აღსაყდრების 59 წლის იუბილეს და 50 წლის დასაწყისს. ანუ გაისათ ამ დროს, თუ კიდე შევიკრიბებით, ხო უკვე მე 50 წელი იქნება და მე მინდა ყველას მოგიწოდოთ და ყველას გითხრათ, რომ ჩვენ კარგად მოვემზადოთ მთელი ქვეყანა იმისათვის, რომ პატრიარქის 50 წლის იუბილე აღნიშნოთ მისი პატრიარქობის. იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად უპრეცედენტო შემთხვევა საერთოდ ეკლესიის ისტორიაში. გინა დასავლეთ სამყაროში, გინა აღმოსავლეთ სამყაროში, აი ესეთი პატრიარქი, პირველი იერარქი, 50 წელი ყოფილიყოს ეკლესიის მეთაური, ასეთ შემთხვევა არ ყოფილა და ეს გარდა იმისა თავისთავად ლამაზი შეიძლება სათქველია, მაგრამ თავარი აქ არის პატრიარქის პიროვნება. რა, როგორი ჩაიბარა ეკლესია და როგორი, აი დღეს როგორი ეკლესია გვაქვს, როგორი ქვეყანა გვაქვს. აი და მე ესე იგი მართალია დღეს ჩემი დაბადების დღეა და მე ესე იგი ფილმები უნდა ვაჩვენო, მაგრამ ეს ყველაფერი ეძღვნება პატრიარქს და მე მინდა ამითი ყველას მოგცეთ მაგალითი და ყველას მოგიწოდოთ და კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ყველას ყოველ დღე წავიკითხოთ 100-მეორე ფსალმუნი პატრიარქის ჯანმრთელობისათვის, რომ მასთან ერთად შევხვდეთ მისი აღსაყდრების 50 წლის იუბილეს. თვითონ პატრიარქი 2000 წლის შობას ბრძანდებოდა ბეთლემში, ანუ ესე იგი იერუსალიმთან, ანუ ისრაელში და იქ დაესწრო წირვა, სადაც იყვნენ ყველა მართლმადებელი პატრიარქის შეკრებილები და იქ იყო და იქიდან ქართველ ერს მიმართა, რომელიც რადიოთი გადმოიცადა. მისი ლოცვა კურთხევით მთასვლელებთან ერთად მე ვიყავი მყინვარწვერის ფერდობზე, სადაც არის ბეთლემის გამოქვაბული ისტორიული საქართველოსათვის და იქ ჩავატარეთ, ვაკურთხეთ როგორც ტაძარი და ჩავატარეთ წირვა. და ის არის გადაღებული, როგორც ფილმი, ეს ადრე კი გვაქვს ნაჩვენები, მაგრამ დიდი ხანი გავიდა და მისი ხმა ისმის იქა თვითონ ჩანს პატრიარქი ახალგაზრდა. კინოთეატრ ამირანში ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ წმინდა სინოდის წევრები, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია და ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი. ფილმის პრემიერას დაესწრნენ ასევე ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. ჩემთვის პირადად ჩვენი ეკლესიისთვის, წმინდა სინოდისთვის არის მნიშვნელოვანი დღე, თარიღი. მეფე ნიკოლოზი გახდა 65 წლის და მან გადაწყვიტა და მრევლმა გადაწყვიტა, რომ ეს დღე აღნიშნოს იმით, რომ შესანიშნავი ფილმები გადის და ნახავს ჩვენი მაყურებელი, ჩვენი მრევლი. ეს არის თუ როგორ ილოცა მეუფე მყინვარწვერზე. თქვენ იცით, რომ მყინვარწვერი ყველაზე მაღალი მთა არის ჩვენთვის და სამწუხაროდ მისი ნაწილი უკვე აღარ შედის საქართველოს სახელმწიფოში, მაგრამ ეს მაინც ითვლება, რომ ესაა ჩვენი ეროვნული მთა, ჩვენს გერბზეც იყო გამოხატული ძველად და იქ ასვლა, ესე იგი, იქ არის ნათქვამი თეიმურაზ ბატონიშვილი წერს, რომ როცა შემობრძანდა ანდრია პირველწოდებული,
მან მყინვარწვერზეც აიტანა ჯვარი, მყინვარწვერზე. ახ წარმოიდგინეთ 5000 მეტრის სიმაღლე და ჯვარი და იქ თქვენ გახსოვთ რომ იყო მონასტერი გამოქვაბული, ბეთლემი ერქვა და მართლაც იყო მთასვლელები და ნახეს. ილიასაც გახსოვთ რომ ის შესახებ აქვს განდეგილი დაწერილი და იმის გაცოცხლება, ასე ვთქვათ, ამ ძველი ეროვნული დიდი ტრადიციის გაგრძელება და გაცოცხლება შეძლო მეუფე ნიკოლოზმა. მეუფე კალისტრატეს იყო ცოტა უფრო ადრე, ახლა მეუფე ნიკოლოზი და ეს ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი ფილმი არის. ფილმში ნაჩვენებია თუ როგორ გაჟღერდა რადიოს საშუალებით 4100 მეტრის სიმაღლეზე ბეთლემის გამოქვაბულში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხმა. აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი წლებია ტრადიციულად საკუთარ დაბადების დღეს საავტორო ფილმების ჩვენებით აღნიშნავს.